ჩაის თაფლისა და მწნილის ფესტივალები, პარამშულდოსნობა, მეკვლეურობა, გამოფენები, სპექტაკლები და ტივზე სეირნობა თბილისობო 2013 დღეს სრულდება. ღონისძიებები დედაქალაქში რამდენიმე საათია მიმდინარეობს და გვიან საღამომდე გაგრძელდება. მოვლენათა ეპიცენტრი გორგასლისა და ევროპის მოედნები აბანო თუბანი, მეტეხის ხიდი და რიყეა. სოფო ვარდიაშვილი ესწრება დილიდან სხვადასხვა ღონისძიებებს, ადრა ხდება ამჟამად ის პერტვეტვის ანუკა დღესაც გუშინდელის მსგავსად გაიმართა ტივით სეირნობა მტკვარზე და ტივით გაასეირნეს დვანიდან და ტახტის ტირიდან ჩამოყვანილი მოსწავლეები მშობლებთან ერთად. ასევე ტივით ისეირნეს ყარაჩოხელებისა და თბილისური მუსიკის თანხლებით უცხოელმა ტურისტებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა. აქ დატვირთული პროგრამა დღევანდელი გრძელდება, გორგასლის მოედანზე ქართული ბენდების კონცერტები იმართება, ხოლო თბილისის ისტორიულ მუზეუმში გამოფენილია ექსპოზიცია მე-19 საუკუნის მრავალეთნიკური თბილისი. Spell ვასპიძლებთ სტუმრებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, თათრებს, ყველა რჯულის ადამიანები მოდიან დღეს ტივზე ჩვენთან. თბილისელები მით უმეტეს და ჩვენ კიდე მუსიკით უსპონსორები ესე ვართობთ. მერვე საუკუნის უკვე არაბი გეოგრაფია აღნიშნავს აი ამ თბილისში მრავალეთნიკურობას და აღნიშნავს ამ კულტურათა გადაკვეთას. ეს ნაწილი რომელიც აქ არის, ამ მოგზაურობის შედეგად არის ნაწილი დარჩენილი, შემდგომ ქართულმა ხალხმა თბილისელებს გაითავისეს და მსგავსი შექმნეს უფრო კარგი და უფრო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ყოველ ოქტომბერს თბილისელები ელოდებიან ძალიან დიდი მონდომებით, რამდენადაც ეს არის ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაული, როდესაც ჩვენი თბილისელები ივიწყებენ გარკვეულ ტკივილებს, ივიწყებენ ყოველგვარ პრობლემებს, გამოდიან ქალაქში და იღებენ იმ დიდ სიამოვნებას, რომელსაც თბილისის მერია მათ თავაზობს. დილიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება ჩაისა და თაფლის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, მწნილის დღე. ჩაის ფესტივალზე, როგორც დილით უკვე აღნიშნეთ, გამოვლინდება გამარჯვებული საუკეთესო ჩაის მწარმოებელი კომპანია და აქ მონაწილეობას იღებენ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მწარმოებლებიც. აგრეთვე აქ მათ სპეციალურობის გადასცემს ჟიური, რომელიც პროფესიონალებისაგან იქნება დაკომპლექტებული. წარმოდგენილი არა მარტო ქართული ჩაის კომპანიები, არამედ რეგიონის მეჩაიეები, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქეთიდან ჩამოვიდნენ, ასევე შევუერთეთ დავარქვით ჩაისა და თაფლის ფესტივალი, ვინაიდან მონათესავია ეს ორი დარგი და ასევე წარმოდგენილი არიან აქ თურქი მეფუტკრეები, აზერბაიჯანელი, სომეხი მეფუტკრეები, ასე რომ ძალიან ბევრი სახეობის პროდუქცია, ეს არის პოპულარიზაცია როგორც ჩაის, ასევე მეფუტკრეობის განვითარების. როგორც ჩვენი ყველა ფესტივალის ჩვენს მიერ მოწყობილი ყველა ღონისძიების მიზანი არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია და იმის ჩვენება თუ რამდენად მრავალფეროვანი არის და ბოლო წლების განმავლობაში რამდენად მრავალფეროვანი გახდა ქართული ღვინო. უცდოთ ქართულ მომხმარებელს და უცხოელ სტუმრებსაც, რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ თუ რამდენად მრავალფეროვანი სამყარო არის ქართული ღვინო. ნარნეული სასურსათო ქარხანა უკვე მეორედია, რაც მონაწილეობას იღებს თბილისობის დღესასწაულში. ძალიან დიდი დაინტერესება და მოწონება გამოიწვია ჩვენმა სტენდმა. დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი ყავდა, რომელსაც ჰქონდა საშუალება ჩვენი წარმოების პროდუქცია გაესინჯა, გაეგემოვნებინა და ასევე შეეძინათ დაინტერესების კუთხით. 12 საათიდან ძველი თბილისი კვლავ დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებით, რომელთა ჩამონათვალი საათების მიხედვით შესაძლებელია იხილოს დამთვალიერებმა თბილისობა.gi ამ ვებგვერდზე. დღეს განსხვავებული ღონისძიებებია წარმოდგენილი ჩაის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, ლუდის ფესტივალი, ასევე წარმოდგენილი იქნება საღამოს საჰაერო შოუ მოძრაობის თეატრის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ მშვიდობის ხიდზე. გარდა კონცერტებისა და გამოფენებისა დღევანდელი პროგრამა სპორტული ღონისძიებებითაც არის დატვირთული. მაგალითად, მეტეხის ხიდზე გაიმართა დრიფტ შოუ BMW-ს მოდელის მანქანების მონაწილეობით. ასევე მოეწყო ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, ხოლო მუშტაიდის პარკში კი პარამშულდოსნობაში შეჯიბრი გაიმართა. ორგანიზებით არის მოწყობილი, სადაც გამოდის BMW Club Georgia. ანუ ჩვენი მანქანები, ჩვენი კუპელები გამოდიან. ძირითადად არიან M3-ებით, E36 მოდელებით, E46 მოდელებით. შულდოსნობაში ვატარებთ ჩვენ მეხუთე ღონისძიებას. ეს უკვე ტრადიციულია, გვაქვს საკმაოდ კარგი პრიზები.
და ვიმედოვნებთ, რომ სპორტი განვითარდება საქართველოში და პარაოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღის ბოლომდე კიდევ უამრავი ღონისძიება არის დაგეგმილი. 8 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება სპექტაკლი ვერისუბნის მელოდიები, ხოლო დღევანდელ დღეს და თბილისობის თლევანდელ დღესასწაულს დახურავს მოძრაობის თეატრი მშვიდობის ხისზე თავისი საჰაერო წარმოდგენით.